დაბრუნდა თუ არა ბაჩუ ახალაია საქართველოში. საინფორმაციო სააგენტოებში დღეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის წერილობითი მიმართვა გავრცელდა. წერილის მიხედვით, რომლის ავტორად შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელ აღსრულების ექს-მინისტრია მითითებული, ახალაია ახლა სამშობლოშია. ამ ინფორმაციას როლანდ ახალაია ადასტურებს და ამბობს, რომ მისი შვილი, რომელიც არჩევნების შემდეგ გაუჩინარდა, თბილისში იმყოფება. წერილობით მიმართვაში ყოფილი მინისტრი საუბრობს საკუთარ დამსახურებებზე. ქართულ ოცნებას ადანაშაულებს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და მზად არის გამოძიების შემთხვევაში პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. ახალაიას წერილს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები მმართველი და ოპოზიციაში გადასული გუნდებიდან. გიორგი ცხვიტავა გაეცნო ბაჩუ ახალაიას სახელით გავრცელებულ წერილს და პირველი რეაქციებიც მოისმინა. გიორგი, როგორც ვიცი, ზუგდიდში ჩვენი გადამღებმა ჯგუფმა უკვე ჩაწერა ახალაიების მამა, რასაც ხადებს როლანდ ახალაია. საღამოშიდობის თამთა 1980 წელს დაბადებული ბაჩუ ახალაია საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა მისმა მამამ როლანდ ახალაიამ, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ზუგდიდში ჩაწერა. მანამდე კი არაერთგვაროვანი განცხადებები ისმოდა საქართველოს პარლამენტში, სადაც გაკეთდა შეფასებები უმცირესობიდან, რომ ბაჩუ ახალაია საქართველოს მოქალაქე და მას გადაადგილების თავისუფლება აქვს. თუმცა გაცილებით მწვავე იყო თავის შეფასებებში მმართველი გუნდი, როგორც ზვია ძიძიგური პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, მასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვაა და ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. Სამწუხაროდ არ გამცნობი ვარ ამ განცხადებას. ბაჩუ ახალაია არის თავისუფალი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება გადაადგილდეს ისე როგორც მას სურს. შესაბამისად მისი საქმიანობა და მისი კომენტარი არის ამ თვალსაზრისით სრულ თანმიმდევრობაში. ბაჩუ ახალაიას ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი აღმოჩნდება, ვინც პირადად დაადებს ხელს იმ დანაშაულების გულისათვის, რასაც ის პირადად ჩადიოდა სხვათა შორის საშელასრულებით დეპარტამენტ დაწესებულებებში. თამთას კითხვები საკმაოდ ბევრია, თუმცა როგორც თავად ბაჩუ ახალაია აცხადებს, ის მზად არის და მოკიდებელ სასამართლოს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი და წარდგეს კიდევაც ამ სასამართლოს წინაშე.